მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ღვთისკრავი. ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა, დაინახა რომ მიყვებიან და უთხრა მათ: რას ეძებ? ხოლო მათ უთხრეს: რაბი, რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარო. საცხოვრო. უთხრა მათ: წამოდით და ნახავ. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დახვეს. იქნებოდა დაახლოებით მე-10 საათი. ერთი ამ ორთაგანი, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ პეტრესი. მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: ჩვენ ვიპოვეთ მესია, რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს. მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: შენ ხარ სიმონი, იოანესზე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა. რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს. მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა. იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: გამომყევი. ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან. ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: ჩვენ ნახეთ ის, ვიზეც წერდა რჯულში მოსე და აგრეთვე წინასწარმეტყველნი, იესო იოსების ძე ნაზარეთიდან. უთხრა მას ნათანაელმა: განა ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს? ფილიპემ უთხრა: წამო და ნახე. იესომ რომ დაინახა მისკენ მიმავალი ნათანაელი, თქვა მასზე: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა. ნათანაელმა ჰკითხა: საიდან მიცნობ? იესომ მიუგო: ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი დაგინახე. ნათანაელმა უპასუხა მას: რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ ისრაელის მეფე. მიუგო იესომ და უთხრა: შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი ლეღვის ქვეშ დაგინახე მეთქი. ამაზე მეციხილა. უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთა და ჩამომავალ.